გრძელთ პირდაპირ ეთერში მუშაობას ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,520,000 დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. უფრო მეტ დეტალს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი გვეტყვის. შუადღემ მშვიდობის ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ საქმის კურსის სტუმარი. პირველ რიგში მიზეზები რო ჩავშალოთ ეს სტატისტიკა, სად არის რომელ ქვეყნებში ყველაზე მეტი ზრდა და შევძელით თუ არა არატრადიციული ქვეყნების მიმართულებით ექსპორტის მოცულობის ზრდა 2017 წელს. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ექსპორტზე ალბათ შეგვიძლია უკვე თამამოთქვათ, წლის დასაწყისში ცოტა ვფრთხილობდით განცხადებებში, მაგრამ 5 თვის მონაცემი უკვე გვაძლევს საშუალებას იმის თქმის, რომ 2017 წელი მართლაც პოზიტიური არის ექსპორტის თვალსაზრისით. ექსპორტის მატება ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არის წლის დასაწყისიდან ასე მოდიოდა, თუმცა რაც ყველაზე მისასალმებელია, თუ შევხედავთ საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალს, აქ ერთმანეთს ენაცვლება ტრადიციული ქვეყნები და ახალი ქვეყნები, ვთქვათ იგივე პირველ ადგილზე რჩება კვლავ ჩვენი ყველაზე დიდი იმპორტიორი რუსეთი, მაგრამ მეორეზე უკვე არის ჩინეთი, რომელიც ფაქტობრივად გასამაგებულია საერთოდ ექსპორტი. ბატონო გიორგი, ჩვენ აერთ გვისაუბრეთ, თქო ჩინეთის ბაზრის პერსპექტივაზე, რომ საკმაოდ პერსპექტიული ბაზარია და იმატებს ღვინის ექსპორტი, ანუ კოლოსალური მაჩვენებლებია მატებაში, იმიტომ რომ ადრე საერთოდ არ იყო ფაქტიურად, მაგრამ ეს ბოლო პერიოდში ვზარდი ეს მონაცემები. აქვს თორე რესურსი, თქვა ჩინეთს, რომ რუსეთის ბაზარი მთლიანად თუ არა, აი რაღაც ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს. ხო, ანუ ჩვენი მიზანი არ არის ერთი ბაზარი მეორეთი ჩავანაცვლოთ, ჩვენი მიზანია რომ განვითარდეს ყველა მიმართულება და არ იყოს ერთი გამოყოფილი ქვეყანა, ბალანსი დაცული იყოს სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ჩინეთი, მხოლოდ ჩინეთის განვითარებაც არ არის ჩვენი მიზანი. იგივე ძალიან პოზიტიური არის, რომ ევროკავშირის ქვეყნები არის ძალიან გაზრდილი, პოლონეთი მე-4 ადგილზეა, ბალტიის ქვეყნები თუ დავაჯავეთ მე-5 ადგილზე გამოდის, საფრანგეთი არის ძალიან გაზრდილი, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით ექსპორტი, ასე რომ ჯამში დივერსიფიკაცია, რასაც უკვე წლებია, რადგან მუშაობს დარგი, აქეთ მიდის. მიზეზები რა არის ყველაზე მთავარი ექსპორტის ზრდისა, თუნდაც დივერსიფიკაციის მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯებისა, აი კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში კერძო სექტორი და ვთქვათ საჯარო სექტორი, ანუ ეს თანამშრომლობა ახლა გამოიღო შედეგი, რომელიც თანამშრომლობაში იყო. ალბათ მაინც მთავარი მიზეზი არის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება და ეს სამუშაოები ცნობადობის გაზრდის არის შესრულებული თანმიმდევრულად და შეთანხმებულად კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის მიერ. და წლებია უკვე დაიწყო, ეს უკვე მე-4 წელია, ჩვენ მივყვებით ჩვენ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და იმ შედეგებს ვნახულობთ ახლა რომლებზეც მუშაობთ. 2017 წელს ამ მიმართულებით რა ღონისძიებები დაგეგმილი ცნობადობის გაზრდის, ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნების მიმართულებითაც, რომ არის მიზნობრივი ქვეყნები, სადაც უნდა იმუშაოს თქო ეროვნულმა სააგენტომ ღვინის და ასევე კერძო სექტორმა, რომ ცნობადობა გაიზარდოს, რომ მოგვიყვეთ მოკლეთა ეს. კი ბატონო, ეს მიმართულება 2017 წელსაც რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების ბაზრები, სადაც ძალიან რთულია შესვლა, მაგრამ უკვე ვხედავთ შედეგებს, ასევე აზიის მიმართულება ჩინეთთან ერთად უკვე 2017 წლიდან იაპონიაზეც აქტიურად მუშაობთ, უბრალოდ ეხლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და ვფიქრობთ, რომ იაპონიაც ძალიან პერსპექტიული ბაზარია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აფასებენ ტრადიციებს, ტრადიციულ მეღვინეობას და იმ კულტურას, რაც საქართველოში არის. კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარსაც შეეხება, არის საუბარი, თქვათ, მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიებში, ასე თქვათ, ქართულმა ღვინომ მოიპოვოს საკუთარი კუთხე, რომელიც ექნება მასაც, თქვათ, წარმოჩენისთვის და ეს მეტპოპულარიზაციას შეძენს. ამ მიმართულებით, ასე თქვათ, რომ იქ ქართული ღვინო არ იყოს მიმოფანტული, მაღაზიებში და არ მოუწიოს, თქვათ, მომხმარებელს ძებნა. ანუ ეს უნდა იყოს თავარი მესიჯი, ვთქვათ, ამერიკელებისთვის. კი ბატონო, თუმცა არ უნდა გვაქვს, რომ საქართველოს ძალიან ზოგადად მცირე ღვინის წარმოებელი მცირე ქვეყანა არის. აი, მარკეტინგული ღონისძიებები. ანუ მასიურად ქართული ღვინო ამერიკის შეერთებული ბაზარზე უბრალოდ არ გამოჩნდება, ამიტომ პირველ რიგში ცნობადობაზე არის სამუშაო, უკვე არის გარკვეული შედეგები გვაქვს და იმ პრიორიტეტულ ადგილებში, სადაც უფრო აქტიური მუშაობა იყო, ქართული ღვინის ცნობადობა არ უკვე მეორე ეტაპზე გადადის, რომ გაყიდვები გააქტიურდეს. პირველ რიგში შედის უფრო სახელობითი და გამორჩეული ნიშური ღვინოები, თუმცა უკვე იმპორტიორებიდან არის უფრო და უფრო მეტი მოთხოვნილება, ცოტა უფრო დაბალფასიან და მასიურ წარმოებაზე. ჯერჯერობით ვთქვათ, მოცულობაზე, ასე ვთქვათ, არ არის საუბარი, ჯერ ნიშური ღვინოები, რომლებიც დაიკავებენ და საკუთარ ადგილსაც დაემკვიდრებენ. კი ბატონო, რომელიც ცნობადობას გაზრდის ქართული ღვინისას. დიდი მადლობა, გიორგი სამანიშვილი იყო საქმის კურსის სტუმარი და ისევ ღვინის თემით განაგზავნეთ.